1999 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს თანხმობით საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მიტინგი დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მიტინგის დარბევამ საქართველოში საბჭოთა სისტემას სახელი საბოლოოდ გაუტეხა. თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეროვნული მოძრაობა და მისი ლიდერები, რომლებიც საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პოპულარობის ზენიტში აღმოჩნდნენ. გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ ქრისტიანულ უძლიერეს საქართველოს! 1999 წლის 9 აპრილმა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ისეთი მასშტაბები შეძენა, როგორიც საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვდა. 9 აპრილი ხალხის ბრალი აკობინა 9 აპრილი განწმენდის კამპანიის დღე იყო. მინდა ამოედი და ისინი სულ არ გამიწევს ახლა. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერება, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას იცახავდა მიზნად, საბჭოთა ხელმძღვანელობას შორის სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა. გარდაქმნის, საჯაროობისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპების დამკვიდრების მიუხედავად, მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლება დამოუკიდებლობისათვის მოქმედი ჯგუფების წინააღმდეგ გამოდიოდა. საბჭოთა სივრცეში 1999-90-იან წლებში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს ბალტიისპირეთსა და საქართველოში მიაღწია. საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგს თითქმის მთელი მოსახლეობა ახვა. ქუჩებში იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები და მანიფესტაციები. არაფორმალური გაერთიანებები საწარმოებსა და დაწესებულებებს ხშირად მასიური კაფიცვებისაკენ მოუწოდებდნენ. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ლიდერები, მათ შორის ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდნენ. სისხლისმელი ჯალათი სისხლისმელი იმპერიის შემქმნელი, გულაგის პირველი შემქმნელი, წითელი ტერორის ფუძემდებელი ბავშვების დამხრეთი, უღმრთოების, მეფის ოჯახის ამომწყვეტი, სამღვდელოების გამანადგურებელი, ეკლესიების დამქცევი, ანტიპროგრესული ძალა, კაცობრიობის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა არის აღმართული ჩვენ ცენტრალურ მოედანზე და გვეუბნებიან მიდით ილოცეთო. დაიწყო ფართო მოძრაობა ისტორიული ძეგლების გადარჩენის, რელიგიისკენ შემოbrunების, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. თავარი ჩვენი მიზანი არის მაინც ისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება. იმიტომ ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია ან ჯგუფი ადამიანებისა თუნდაც ძალიან დიდი ვერ მოახერხებს ნამდვილად, რომ გადაარჩინოს საქართველოს ეკოლოგიურ კატასტროფას. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი გუმბარიძე მოვიდა. მან გარეგნულად ეროვნულ მოძრაობასთან ლოიალური დამოკიდებულება დაიკავა. ჩვენ წინაშე იყო ორი ამოცანა, ერთი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორე საქართველოს მთლიანობის შენარჩუნება და გუმბარიძემ სხვათაშორის ამ ორივე ამოცანას თავისი მხრიდან ძალიან კარგად გაართო თავი. ხელი არ შეუშალა საქართველოს დამოუკიდებლობისაგან მეორე პროცესებს და ხელი შეუწყო საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებას. და მას ჰქონდა ძალიან ლოიალური დემოკრატიული დამოკიდებულება ოპოზიციისა და სხვადასხვა კლასიკური ნიმუშია ადამიანური, არა, ასე ვთქვათ, აგრესიული, არა დაძაბული ურთიერთობებზე პოლიტიკის აგების. საბჭოთა მანქანა არ აპირებდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობის გაძლიერებისათვის მშვიდად ედევნებინა თვალყური. ახლად გამოღვიძებული მოძრაობისთვის საკავშირო ხელისუფლებას მის ხელთ არსებული ბერკეტები უნდა დაეპირისპირებინა.
ერთ-ერთი მთავარი კოზირი, რომელიც მოსკოვს შეეძლო გამოეყენებინა, ეროვნებათა შორის კონფლიქტების გაღვივება იყო. რასაც ქართულ ეროვნულ მოძრაობაში არსებული ნაციონალისტური ტენდენციები საუკეთესოდ უწყობდა ხელს. იმ პერიოდში იყო სრული, თუ შეიძლება ასე ითქვას, დეფიციტი იმ ჯანსაღი აზრისა, რომელსაც საერთაშორისო ნორმებით დამკვიდრებული პოლიტიკის კეთება ჰქვია. მაშინ ძალიან სერიოზულად ძელობდნენ იმის შესახებ, რომ აი ხვალ თუზე ეგ ჩვენ საინგილოს შემოვიერთებთ. თურქეთს რომ ტერიტორიებს წავართმევთ და ყოფილი ქართული ტერიტორიები რომ ჩვენი გახდება, ამაზე საკამათო პოლიტიკურ წრეებში არ იყო, თუმცა ზოგი ამას ხმამაღლა ამბობდა, ასე ვთქვათ, რადიკალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლები, ზოგი კი ვითომ ჩუმად ვამბობდით კულუარებში, რომ კი ეს ვიცით, ასე მოხდება, მაგრამ მოდით ახლა ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს მისაღწევით, ახლა თურქეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და მტრები არ უნდა გავიჩინოთ. ზოგს უნდა რომ აი სოჭამდე ყოფილიყო საქართველოს ტერიტორია. და ასეთი საკითხები იხილებოდა საკმაოდ სერიოზულ დონეზე და უამრავი დისპუტები გამართულა ხოლმე საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ. ეროვნული მოძრაობის აღზევების პარალელურად საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე გაჩნდა. 1999 წლის ივნისში ქვემო ქართლში ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის ვითარება დაიძაბა. ეს მოხდა 1999 წლის 22 ივნისს. ეს დაიწყო ბოლნისის ტერიტორიაზე, როდესაც ბაზარში შეეკამათნენ ერთმანეთს ქართველი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები და შემდეგ გადაიზარდა ეს ყველაფერი ურთიერთგანაწყენებაში და კონფლიქტში. საფუძველი კი ის სხვა იყო. მე გულწრფელად მოგახსენებთ, რომ ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ზოგიერთებისაგან. გაგრძელდა ასეთი შეხლა-შემოხლა თითქმის ერთი თვის მანძილზე, მაგრამ საბედნიეროდ სისხლი არ დავრილა. იქამდე გაგვიჭირდა ჩვენ ხალხის დარწმუნება, აზერბაიჯანის მოსახლეობის დარწმუნება, მე პირადად გავდიოდი მოსახლეობაში, ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები და ვარწმუნებით, რომ ეს არის ტყუილი, რომ ეს არ არის დასაჯერებელი, რომ ქართველი ხალხი მათ არ ებრძვის და დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ბევრმა მათგანმა დაახლოებით 80-85% მიატოვა თავიანთი სახარი ოჯახები და წყეს შეაფარეს თავი იმის მოლოდინში, რომ თითქოს ქართველები მიდიოდნენ მათ დასარბევად. ქვემო ქართლში ანტიქართული გამოსვლები როგორც იქნა ჩაცხრა, თუმცა მაშინვე სიტუაცია უკიდურესად გართულდა აფხაზეთში. საქართველოს ხელისუფლება მოვლენებს დიდი გაჭირვებით აკონტროლებდა. აფხაზეთში მღელვარება უფრო და უფრო მწვავდებოდა. მოდიოდა ესეთი ამაშფოთებელი სიგნალები აფხაზეთიდან, რომ ისინი ემზადებოდნენ აფხაზი ექსტრემისტები ქართველთა სოფლებზე თავდასასხმელად, მათ გამოსაძევებლად და საბრძოლო მოქმედებებს უკვე გეგმავდნენ აფხაზი ექსტრემისტები. და პლუს ამას ისეთი სიგნალებიც უკვე მოდიოდა, რომ ისინი დაკავშირებული იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხებთან, მათ შორის ჩეჩნებთან, ინგუშებთან და სხვებთან და იქიდან ელოდნენ დახმარებას ეგრეთ წოდებული ბაევიკების სახით. და ყველაფერი ის იგეგმებოდა თითქოს 14 ივლისისათვის უნდა მოხდარიყო ყველაფერი ეს. ივლისის თვეში ქართველებსა და აფხაზებს შორის სოხუმში შეტაკებები მოხდა. დარბეული იქნა პირველი ქართული სკოლა. ქართველებსა და აფხაზებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს გამოყენებული იქნა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი. დაიღუპა 15-მდე ადამიანი, მათ შორის აფხაზეთში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვოვა ვეკუა. სოხუმისკენ დაიძრა მთელი დასავლეთ საქართველო. თუმცა მაშინ საბჭოთა ჯარმა მდინარე ღალიცგაზე დაპირისპირებულ მხარეთა შორის ხელახალი შეტაკება არ დაუშვა. ისე მოიქცა სარდალი საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარების სარდალი, რომ ერთი ჯარისკაციც არ დამახმარა ამ პროცესში, რომ ჩაგვერთო და არ მოხდარიყო შეხლა-შემოხლა და რაიმე არ გართულებულიყო სიტუაცია აფხაზ და ქართველ ხალხს შორის. მაგრამ რა გააკეთა? მითხრა რომ არ მოგცემ, ვერ მოგცემ თვეცეთ ჯარისკაცს, ვიდრე არ იქნება საქართველოს უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულება საკომენდანტო საათის შემოღების შესახებ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. ეს რას ნიშნავდა? ეს გააკეთა მან აფხაზი ხალხის თხოვნით, ექსტრემისტების თხოვნით. იმიტომ რომ ამით უნდათ აფხაზ ხალხს გაემტკიცებიათ თავიანთი პოზიცია ექსტრემისტებს, დახმარებოდეს რუსის ჯარი, არ დაეშვა ქართველი
პოლიციელების იქ შესვლა გამოეძებინათ ჩემს მიერ იქ ჩაყვანილი ქართველი მილიციის მუშაკები და ამით 18 პოზიციები გაემაგრებიათ ექსტრემისტებს. 15-ში, 16-ში, 17-ში სხვადასხვა ბილიკებზე აპირებდნენ გადმოსვლას ჩეჩენი და სხვა ტომები, ბაევიკები, 20 კაციანი, 25 კაციანი, 50 კაციანი ჯგუფები, მაგრამ როდესაც ეს ნახეს, რომ საზღვრები დაკეტილია, უკან გაბრუნდნენ უხმაუროთა და ჩაეშალა თავიანთი აფხაზებს, ექსტრემისტებს აინათი გეგმა. საქართველოში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წინააღმდეგ ეროვნებათა შორის კონფლიქტების გაღრმავება არ იყო ერთადერთი საშუალება. ამისათვის საბჭოთა უშიშროების სამსახურებისთვის კარგად იყო გამოყენებული გამოცდილი მეთოდი. თანამოაზრეთა ჯგუფებში განხეთქილების შეტანა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა შორის მტრობის ჩამოგდება უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი მთავარი საშუალება, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ამ მოძრაობის დასუსტება. როდესაც მიდის ყველას ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ, იმისთვის ლიდერობისთვის იქნება თუ ეროვნული მოძრაობის ავანგარდში ყოფნისათვის, ცოტა მომავალისკენაც ხო უნდა გაიხედო, რომ ესეთი დაპირისპირება შეიძლება მე მართლაც და სამოქალაქო ომში გადავიდეს. ამას ხო გარკვეული პროგნოზი ჭირდება, გათვლა ჭირდება, წინ დახედულება ჭირდება. ამიტომ ცხადია, ამანაც თავისი როლი ითამაშა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ კრემლის როლზე, სპეცსამსახურების როლზე, რა თქმა უნდა, ისინი თავისი მუშაობით, თავისი ესე ვთქვათ, ძალიან პროფესიონალური მუშაობით აღრმავებდნენ ამ წინააღმდეგობებს და ანგრევდნენ ეროვნულ მოძრაობას, მაგრამ თვითონ ეროვნულმა მოძრაობამ შეუწყო ამას ხელი თავისი მოუმზადებლობით, არაკვალიფიცირებულობით, ესე ვიტყოდი. საგულისხმოა, რომ ამ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის დაპირისპირება უკვე საკმაოდ იყო გამძაფრებული. განსაკუთრებით ჰელსინკის კავშირის ხელმძღვანელს ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს გიორგი ჭანტურიას შორის. ორივეს ერთად კი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელობასთან. ეს დიდწილად დაკავშირებული იყო სპეცსამსახურის გეგმებთან, რომლებსაც სურდათ, რომ ეროვნულ მოძრაობაში შიგნით ისე გაეღრმავებინათ წინააღმდეგობები, რომ მე ეს გადასულიყო საბოლოო ჯამში ნიადაგი მომზადებულიყო უკვე სამოქალაქო დაპირისპირებისათვის. რაც მოხდა კიდევაც. და ამას ხელს უშლიდა მერაბ კოსტავას ფიგურა, რომელიც მაინც ესე ვთქვათ არეგულირებდა ურთიერთობებს და არეგულირებდა აი ამ დაპირისპირებებს. ცდილობდა შეენელებინა ეს დაპირისპირება. 1999 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრები მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე ქუთაისის პარტიული შეკრებიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ნივის საჭესთან ჩხეიძე იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის თვე იდგა, შესანიშნავი ამინდი იყო. ზურაბ ჭავჭავაძე უკან სალონში დაღლილობისაგან თვლემდა, როდესაც მანქანა რიკოთის უღელტეხილის გზას დაადგა. ხარაგაულის რაიონში რაღაც დიდი სისწრაფით მოძრაობი შავი საგანი დავინახე ჩემს ბორბლებთან, ჩაირბინა ასე რომ ვთქვათ. მე მაშინ მეგონა რომ ეს იყო შავი ძაღლი. მე უკვე შემდეგ დღეებში და შემდეგ თვეებში მივედი იმ დასკვნამდე რომ ეს შეიძლება ყოფილიყო შავი საბურავი და როგორც ჩანს იყო შავი საბურავი, რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით იქნა. თავისით გადმოგორდა თუ ვიღაცამ გორა ეგეც გარკვეული საეჭო გარემოება არასაკურველია, რომ შექმნილიყო თქვათ ავარიული სიტუაცია და მომხდარიყო დატოლმუზება. დატოლმუზებისთანავე მანქანა გავიდა ესე იგი მართვიდან ასე ვთქვათ, დაიკარგა მართვის უნარი, ეს აღარ ემორჩილებოდა მართვას და ატრიალდა სანახევროდ და ეს დაატრიალებულ მდგომარეობაში გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს. ამოტრიალებული მანქანა შემხედრი მიმართულებით მოძრავ ჟიგულის მარკის ავტომობილის სახურავით იმ კუთხით დაეჯახა, საიდანაც მერაბ კოსტავა იჯდა. დაჯახების შემდეგ მიღებული ტრამვების მიუხედავად, გონზე მხოლოდ თამარ ჩხეიძე იყო. ზურა ნამდვილად არ იყო გონზე და მერაბსაც შეეხება ისე ჩანს, რომ გონზე იყო, მაგრამ ლაპარაკის თავი არ ქონდა, ვერ ლაპარაკობდა. უბრალოდ ცდილობდა რაღაცის აი რაღაცა ისეთ სასოწარკვეთილ რაღაცას გამოხატავდა. აი რაღაცის თქმა უნდოდა თითქოს
განსაკუთრებით არ უნდოდა მას დაეშვა ნემსის გაკეთება ეს ბრიგადა რომ მოვიდა სამედიცინო მითხრეს რომ ეს რელანიუმიაო სხვათაშორის მე იმ მომენტში არც მიფიქრია რომ ეს იყო მოწყობილი იყო თუ რა იყო იმ წუთში მე ამაზე არ ფიქრობდი და აბსოლუტურად არ მიფიქრია ეს უკვე მერე დაიწყო ამაზე ფიქრი ჩხეიძე, ჭავჭავაძე და კოსტავა შემთხვევის ადგილიდან 120 მეტრში მდებარე სოფლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერამ კოსტავა გზაში გარდაიცვალა, ხოლო ძიემ მდგომარეობაში მყოფი ზურაბ ჭავჭავაძე მოგვიანებით თბილისში წაიყვანეს. თბილისში დააწვინეს თამარ ჩხეიძეც. შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. საქმემ, რომელიც 2000-ზე მეტი გვერდისაგან შედგება, ავარია შემთხვევითობას მიაწერა. მოწყობილი არ ყოფილა ეს შემთხვევა, ეს იყო უბრალოდ გაუფრთხილებლობით მოხდარი სადღაცო შემთხვევა, რომელიც განაპირობა გადაჭარბებულმა სიჩქარემ. იმ ადგილზე ახლა ცოტა დაქანებაც არის გზის მონაკვეთში. შემდეგ როგორც ჩანს, კვეთრად აიღო რო შეუშალა ხელი გზის ნაწილში საკონლის ყოფნამ და როცა კვეთრად აიღო საჭე, მერე მოხდა მისი ამოტრიალება და შეჯახება. ავარიიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, კონზე მოსვლიდან მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა ზურაბ ჭავჭავაძე. ვერც ქართველმა და ვერც მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან ჩამოყალიბებულმა ექიმებმა ვერ მოახერხეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. ზურაბ ჭავჭავაძე C ჰეპატიტით გარდაიცვალა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ავადმყოფს ინფიცირებული სისხლის შეგნებულად გადაუსხეს და სიცოცხლეს სპეციალურად გამოასალმეს. ცალკე აღიძრა საქმე კუნალობის მეთოდის ჩატარების შესახებ იყო თუ არა რაიმე დარღვეული, მაგრამ ჩვენ ვერაფერ შედეგს ვერ მივაღწიეთ და არც ეჭვი არ შეგვყარებია, რომ იქ რაიმე დარღვეული იყო ექიმების მიერ პირიქით. ამას არც მისი მახლობლები არ მოითხოვდნენ, რომ ვიცოდნენ როგორ გულიანად კუნალობდნენ საავადმყოფოში. და მაინც შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ დაუდგენელი იყო, შეუძლებელი იყო, რადგან თუ ნემსისგან გადავიდა თქვათ, მიიღო ეს ვინ იცის და როდის გაუკეთდა ეს ნემსი, რომელი ნემსი გაუკეთდა და ფიზიკურად ეს ნემსი არ იყო, რომ შედარება რაღაცა მოკვლევა შეგვეტარებია. თუ სისხლისგან მოხდა, მით უმეტეს რომ ის სისხლის ნაწილი, რომელიცგანაც გადასცეს, ისიც არ იყო და მისი გამოკვლევაც შეუძლებელი იყო. მისმა მოშორებამ მიცა სრული ესე რომ ვთქვათ გასახანი ამ წინააღმდეგობებს. უკონტროლო გახდა ეს დაპირისპირება. და მივიღეთ შემდგომი განვითარება მოვლენების. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ანჯასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაკრული ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი დის წინაშე წლის შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში რამდენიმე ძლიერი მიმართულება შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ პატრიოტული ლოზუნგებით შეიარაღებული არაფორმალები პოლიტიკურ სიტუაციას თავიდან ბოლომდე აკონტროლებდნენ. ხალხში ყველაზე მეტი პოპულარობით რადიკალური ფრთა სარგებლობდა, რომელშიც ძირითად წარმართულ ძალას წარმოადგენდნენ ილია მართლის საზოგადოება, ჰელსინკის კავშირი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია ირაკლი წერეთლის თავმჯდომარეობით და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით. რადიკალებისაგან განსხვავებით შედარებით ლიბერალური ორგანიზაციები იყვნენ სახალხო ფრონტი, რომელსაც ნოდა ნათაძე თავმჯდომარეობდა და აკაკი ბაგრატის ხელმძღვანელობით არსებული რუსთაველის საზოგადოება. ფრონტს და რუსთაველის საზოგადოებას რადიკალებთან არც თუ კეთილგანწყობილი დამოუკიდებლობა ჰქონდათ. ცეხას კოოპერატივის სახალხო ფრონტს დაარქვა გია ჭანტურია. საკმაოდ უსამართლოდ. არაფერი ცეხას კოოპერატივი არ იყო. სადაც საომარი იყო სხვათა შორის. იქ ეს კოოპერატივი მივდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში კომუნისტები იმყოფებოდნენ, პოლიტიკურ პროცესებში ისინი მხოლოდ არაფორმალების ნების შემსრულებლად იქცნენ. კრემლს აღარ შეეძლო რეგიონებში მოვლენების გაკონტროლება. მოსკოვში გორბაჩოვის ხელისუფლება დასავლეთთან თანამშრომლობაში თუ წარმატებას აღწევდა,
სრულიად არაპოპულარული გახდა საბჭოთა ხალხისთვის. საქართველოს რაიონებში რაიკომის მდივნებისა და აღმასკომის თავმჯდომარეთათვის კარების საჭედვა, ადმინისტრაციული შენობების წინ შიმშილობისა და მждომარე აქციების ფორმებმა მასიური ხასიათი მიიღო. ეგრეთ წოდებული არაფორმალები თითქმის ყველა მოთხოვნის შესრულებისათვის რადიკალურ ზომებს მიმართავდნენ. ადგილობრივი კომუნისტური ხელისუფლება სრულიად დემორალიზებული აღმოჩნდა. უნგარიზეს ძალიან უჭირდა ხელმძღვანელობა. ახლა იმიტომ კი არა რომ არ უნდოდა და რაღაცა სხვა მმართველობით მიდიოდა, გამოუცდელობის ბრალი იყო ყველაფერი ეს, მე ასე ვიმაჩნია. გივი გუმბარიძე არც ხალხში და არც კომუნისტურ წრეებში პოპულარობით ასარგებლობდა. კომუნისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი პასიური დამოკიდებულება ქუჩაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასწორი იყო. პარტიული ელიტა არაფორმალების მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადატმის მომხრე იყო. კომპარტიის რიგებში გუმბარიძის მოწინააღმდეგე ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ალტერნატიული კანდიდატურის ძიებას შეუდგა. არჩევანის ვალი მოიძებნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მოსკოვში საიდუმლოდ იქნა მივლინებული მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურამ გელაძე. მან შევარდნაძეს მთავრობის წევრთა თხოვნა და საქართველოში შექმნილი არასასურველი სიტუაცია გააცნო. გურამ გელაძე მოსკოვიდან იმედგაცრუებული დაბრუნდა. ამ დროს კი საქართველოში ვითარება მართლაც ელვის სისწრაფით ირეოდა. ნოემბრის თვეში ეთნიკურ ნიადაგზე მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ინიციატივა არაფორმალებმა აიღეს ხელში. მათ თბილისიდან ცხინვალში მშვიდობიანი ლაშქრობისა და იქ მიტინგის ჩატარების შესახებ გააკეთეს განცხადება. პარტიებიდან ამ აზრს წინააღმდეგობა მხოლოდ ეროვნულ დემოკრატებმა გაუწიეს. საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა ხელი შეეშალა ამ წამოწყებისათვის, თუმცა როგორც თითქმის ყველა მათიც და ესეც წარუმატებლად დამთავრდა. შედეგი არ გამოიღო არც ოსების მიერ სპეციალური დელეგაციის თბილისში გამოგზავნამ და თხოვნამ ხელი აეღოთ განზრახვაზე. 23 ნოემბერს სპორტის სასახლის ტერიტორიიდან 200-ზე მეტი ავტობუსი ცხინვალის გზას დაადგა. ავტობუსები ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოუყო მომიტინგეებს. არაფორმალები მიიჩნევდნენ, რომ ცხინვალში ჩასვლით და მიტინგის ჩატარებით საბოლოოდ დაამარცხებდნენ სეპარატისტულ მოძრაობას ოსეთში. მიტინგს ჯერ ქართულმა მილიციამ გადაუკეთა გზა, შემდეგ შინაგანი ჯარის პატარა ნაწილი. ქალაქის შესასვლელთან დაპირისპირებული მხარეები ჯარისკაცთა კორდონის მიერ აღმოჩნდნენ გაყოფილნი. მომიტინგეები ცხინვალში ვერ შევიდნენ. ინახავში სეზო ატყდა იმ ღამეს 23 ნოემბერს და მაშინ უთხარი მე მაგას იმარამ გივი გრიგორიჩ რატომ არ დამიჯერეთ თქვენ მე თქვენ დაჭითან რა საჭირო ავტობუსების მიცემა ამ ხალხისა და ამდენი ხალხის მოზღვეობა ამ რეგიონში ხო შეიძლება და თქვენ არ მიგეცათ კი ჩამოვიდეთ და ამდენი ვერ ჩამოვიდეთ და მე იმას შეიძლება გავუკლავდებოდე და არ მოხდებოდა ესაა ესო თქვენი ბრალია ასე უთხარი პირდაპირ გამიყონა გვერდზე და იცავით რა ახლა ვერ დაგისახლებთ იმ კაცის ყურს ასახელს მე იმან დამავალა მოსკოვიდან რა მეკრა აი ესე მითხრა ახლა არ არის საჭირო იმ კაცის დასახელება მე მგონი დღესდღეობით მოვადრო და იმასაც სიტყვიან და ვიტყვით ალბათ აი ესე იწყებოდა ყველაფერი დატრიალდნენ და თქვენს რომ მოდი ჩვენ ისე გავაკეთებთ რადგან ასეთი მოზღვეობა არის ხალხის მოდი ჩავატაროთ მიტინგი სტადიონზე შემოგთავაზეს თვითონ მათ. იქ სტადიონი ცენტრში არ მისვლამდე არის ხელმარცხნი, გახსოვთ თქვენ ეს ცხინვალში არ შესული. მე იმ წუთში შევატყობინე ეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობას. დამეთანხმენ. და ეს იყო უკვე ჩვენი ურთიერთმორიგების პირველი საფუძველი და იქ უნდა ჩაგვეტარებინა მიტინგი, მაგრამ უცებ მოულოდნელად მიიღეს გადაწყვეტილება წავიდეთ უკან. შეიძლება ეს კიდევაც ჯობდა და გამოტრიალდნენ წამოვიდნენ უკან, მაგრამ შინაგან ჯარი მათ შემოყარეს. და ის დიდხანს დარჩა შემდეგ ოსეთში. დაიწყო ქართველთა მასიური შევიწროება ოლქში. ოლქის გარეთ მაცხოვრებელი ოსებიც საშინელ დღეში აღმოჩნდნენ. მე მახსოვს ჩამოვიდა მაშინ და სიტუაცია გართულდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამმართველოს სამსახურის უფროსი
გენერალ-პოლკოვნიკოს სხვათაშორის გამოცხადდა. თავისი აპარატით ჩამოვიდა, რომ დახმარებოდა ჩვენ, მაგრამ ვაიმისთან დახმარებას. სულ ყველაფერი უკუღმა დააყენა. ეშინაგან ჯარის ტექნიკა, ეს ბრონეტექნიკა მოიხსენებათ ეს ჩვენი პეტერები და შემდეგ გამოიყენა იმისათვის, რომ ჩვენ ეს გამოვყავით პატრულირებისთვის ქუჩებში, რომ და თითქმის ყველა მათგანზე დაასვეს ასეთი ექსტრემისტი ოსები და აფრიალებდნენ ამ ეროვნული დამოუკიდებლობის ლოზუნგებს რუსეთის გამოყოფის შესახებ და ჩინეთ-რუსეთთან შეერთების. ამას თვითონ ხელმძღვანელდნენ რუსი ხელმძღვანელი მუშაკები. ხელისუფლებამ, კერძოდ გომბარიძემ და სხვებმა მილიციის ხელმძღვანელობამ საგანგებოდ დააყენეს კორდონი, სხვათაშორის არც ოსები და არც ქართველები წინააღმდეგნი არ ყოფილან იმისი თავდაპირველად, რომ იქ მიტინგი ჩატარებულიყო, მაგრამ პროვოკაციურმა მოქმედებამ ხელისუფლებისამ გამოიწვია ხელოვნურად საგანგაშო ვითარება, შეადგენ შეშინდნენ ოსები იმისგან, რომ ჯარი ჩადგა შუაში, მათ ალბათ ჩათვალეს, რომ თქვენ ვიყავით გასახოცდა ჩასულები და გადაკეთეს თვითონ გზები. ესე იგი, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილი ვითარების გამო ეკისრება რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. 1990 წლის გაზაფხულზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთის პარტიებმა კოორდინაციის მიზნით ახალი ორგანო, ეროვნული ფორუმი შექმნეს. ფორუმს უნდა შეემზადებინა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობა. აერჩია გარდამავალი ალტერნატიული პარლამენტი და მთავრობა. ის უმაღლესი საბჭო, რომელიც დღეს წავიდა მოსკოვს, არ არის გამომხატველი ქართველი ერისნებისა და მისდაფებისა. ის არ არის არჩეული ქართველი ხალხის მიერ. ამიტომ ჩვენ მას უნდა დავუპირისპიროთ ქართველი ერის მიერ არჩეული ალტერნატიული პარლამენტი. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. პარალელური სტრუქტურები მერე დაიბადა. ეს უკვე ეროვნულ ყლობას დაიბადა, იყო შეცდომა. თავიდან ფორუმი შეიქმნა ერთ-ერთი საქართველოს ჩატარებული იყო საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები, რომელიც აირჩევდა არა უზენაეს საბჭოს, არამედ ეროვნულ კონგრესს, როგორც ქართველი ერის წარმომადგენლობით ორგანოს. ეროვნულ კონგრესს უნდა დაემტკიცებინა გარდამავალი პერიოდის დროებითი მთავრობა, რომელიც საქართველოს მიიყვანა დამოუკიდებლობამდე. მაგრამ ასე არ მოხდა სამწუხაროდ. იმავე პერიოდში რუსთაველის საზოგადოებამ გამოაქვეყნა ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მიმართულების პროექტი. ნაშრომის ავტორები დამოუკიდებლობის გზაზე მდგარი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას ასახელებდნენ. ეს სახალხო ფრონტი და რუსთაველის საზოგადოება იყო ის ორგანიზაციები, სადაც მიდიოდა ეკონომიკურ პრობლემებზეც საუბარი და იქმნებოდა ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტები. ხოლო რაც შეეხება მეორე ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ფრთას, რომელიც ფაქტიურად გამოდიოდა სწორედ გარკვეულწილად გრძნობდა რა კონკურენციას, აი ესეთი ზომიერი მოძრაობების წინააღმდეგ. ბუნებრივია გარკვეული ფორმით ეკონომიკის იგნორირებაც მათი მხრიდან იყო თავიანთი რადიკალიზმისა და პოლიტიკური ლიდერობის ერთ-ერთი გამოხატულებაც კი. ასე რომ ეკონომიკური თემების საყრუებას არა მარტო უცოდინარობა იწვევდა, არამედ გარკვეულწილად ეკონომიკური თემა ზომიერებასთან იყო ასოცირებული, ხოლო ზომიერება იმ შემთხვევაში ითვლებოდა ცუდ ტონად. იმავე დროს ფორუმში გაწევრიანებული პარტიებისგან განსხვავებით, მარტში დანიშნულ საქართველოს უზენაესის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა სახალხო ფრონტმა, რომელშიც იმ პერიოდისათვის სხვადასხვა პარტიებისა და ორგანიზაციების საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ამ ფაქტმა დიდი შეხლა-შემოხლა გამოიწვია ეროვნულ მოძრაობაში. მე ბოიკოტეები იმეტებდნენ საქართველოს მომავალი 4 წლის კომუნისტური ბატონობისათვის. თანაც კანონიერი ფორმის მქონე ბატონობისათვის. რა ჯობია მტერი, რომელიც ბატონობს კანონიერი ფორმით, თუ მტერი, რომელიც ბატონობს ხუნტის ფორმით. რა თქმა უნდა, ჯობია მტერი, რომელიც ბატონობს ხუნტის ფორმით. იმიტომ რომ იმას სუსტი იურიდიული პოზიცია აქვს. ის დაძლევადია, ის მეორე დაძლევადი არ არის. საჭირო არა მარტო ეროვნული ყრილობის მოწვევა, არამედ საჭიროა პარალელურად ჩვენ უკვე დავიწყოთ და დაწყებული ეს სამუშაო საბჭოთა სტრუქტურების ნგრევა. აქ უკვე საკითხი ყოველგვარი დასმა საკითხისა, რომ მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, უნდა მოიხსნას. არ უნდა მივიღოთ არჩევნებში რა თქმა უნდა მონაწილეობა. დაპირისპირება უფრო გაღრმავდა. ფორუმში გაერთიანებულმა პარტიებმა არჩევნების საწინააღმდეგო პროპაგანდა დაიწყეს. ისინი მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდებდნენ. არჩევნები ჩაიშალა. სახალხო ფრონტი დატოვეს ფორუმის შემადგენელმა პარტიების წარმომადგენლებმა. არჩევნებამდე ერთხელ ვიყავი მისული მე და ეთიკეტი ჩვენი საერთო მეგობარი. ავედით იმაში კოლხურ კოშკში. ხოდა ცალკე დაველაპარაკე და
ძალიან გადაწითქვა არაო. არჩევნებში მონაწილეობას მე არ მივიღებ. ძალიან გადაწითქვა და ძალიან გულდაწყვეტილი წამოვიდი და ძალიან გაღიზიანებული მართალი გითხარ. არჩევნების ჩაშლით საბოლოო ჯამში გამარჯვებული ისევ ის კომუნისტური ბიუროკრატია დარჩა, ვისაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ერთი შეხედვით უკომპრომისოდ ებრძოდა. 1990 წლის მარტის არჩევნების ჩაშლის მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობამ საბოლოოდ უარი თქვა მიმდინარე მოვლენებში ზომიერი პოზიცია დაეჭირა. პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ადრე ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ ფიქრიც კი არაპოპულარულ თემად იქცა. ამ არჩევნების ჩაშლით საქართველოს უარი თქვა იმ გზაზე, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა წარმატებული და რომელსაც ბალტიის გზას უწოდებენ ხოლმე. ანუ ბალტიის რესპუბლიკებში ფაქტიურად ჩატარებულმა არჩევნებმა ხელისუფლებაში მოიყვანა ის ადამიანები, რომლებმაც უზრუნველყო ამ ქვეყნის გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან. და მათ ჩვენ გაგვასწრეს არა მარტო დროში, არამედ მათ ჩვენ გაგვასწრეს ხარისხში. ჩამოგიარეთ საქართველოსთან რამე ჩვენი ტურისტა, რომელიც ერთადერთია, რომელიც ჭეშმარიტია, გაიხადო ნიმუშად, თორემ ხედავ ლიტვამ გამოაცხადა თავისუფლება. დეკლარირება ადვილია თავისუფლების. ჩვენ შეგვიძლია გამოაცხადოს თავისუფლება, მაგრამ სანამ საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ფაქტობრივად ეს თავისუფლება არ ხდება. ამიტომ საქართველოს იქნება თავისუფალი, მაგრამ ეს იქნება არა მოსკოვის წყალობა, არა უზენაეს ლითონ საბჭოს მონოპოლარი, არამედ თქვენი ქართული ერის მონოპოლარი. აი ეს არის ეროვნული მოძრაობის გამომიგზა. თავარ ლოზუნგებად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანა იქცა. თუმცა რის ხარჯზე უნდა იარსება დამოუკიდებელ ქვეყანას, ფიქრად არავის მოსდიოდა. კომპარტია კი, რომელმაც ხელისუფლება სასწაულის ძალით გაიხანგრძლივა, ახლა პარტიული და სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში მოქცევის დაჩქარებით იყო დაკავებული. ამ პერიოდს ემთხვევა საქართველოს კომკავშირის თვითლიკვიდაცია. უგზო-უგლოდ გაქრა კომკავშირის ხელში არსებული 27 მილიონი მანეთი. პარტიისა და პროფკავშირების ანგარიშზე არსებული თანხები. სახელმწიფო საწარმოებში იქნებოდა კოოპერატივები, სადაც იქაჩებოდა მილიონებად შეფასებული სახელმწიფო ქონება. იყო ერთი ძალიან უცნაური მოვლენა, რომ თუ ჩვენ დავაკვირდებით რა ხდებოდა 1989-ში, 90-ში პარტიული და კომკავშირული ელიტა საქართველოს ასე ვთქვათ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში არ ჩანდა. თითქოს და ერთი ხელის დაკვრით ეს ადამიანები სადღაც გაქრნენ. და თუ შეიძლება ითქვას, ეს იყო ერთის მხრივ თავის გარიდების ასე ვთქვათ მეთოდი, მეორეს მხრივ პოლიტიკური სივრციდან ეკონომიკურ სივრცეში მათი გადასვლის ფორმა, იყო აგრეთვე მომლოდინეობის მომენტიც, როდესაც გამოჩნდებოდა ესეთი არაკომპეტენტური ძალების ცუდი შედეგები, თუ შეიძლება ასე ითქვას. და რეალურად შემდეგ ეს ძალები უკვე დაგროვილი სიმდიდრით და გავლენით მას შემდეგ ამოტივტიდან რაც საქართველოში უკვე ჩამოვიდა შევარდნაძე და როდესაც უკვე გაჩნდა მათზე მოთხოვნა. 1990 წლის გაზაფხულზე ეროვნულ ფორუმში გაერთიანებულ პარტიებში განხეთქილება მოხდა. ფორუმი დიდი ხმაური დატოვა ზვიად გამსახურდია, რომელიც მოძრაობის ყველაზე პოპულარულ ლიდერად ითვლებოდა. ჩემთან მოვიდნენ ბოსები, ჩამოვიდნენ იქიდან და თქვენ აი ახლა 9 აპრილის წლის თავია და ჩვენ ჩამოვალთ, გავაკეთებთ რაღაც ესე იგი და მონანიებასავით შერიგებას და მოვალთ იქ 9 აპრილზე და მოვიტანთ იქ რაღაც ესე იგი სიმბოლურ მას რაღაც რა ვიცი შეუკვეთეს იქ რაღაც მე ვთხარი კაი ამაზე კაი რა იქნება მე ვთხარ შემოდით და ვსე მაგრამ მაინც მე წაკითხეთ იმ პოლიტიკოსებს ხო იცით რა ხალხია დაგიწყებენ რაღაცა და წავიდნენ წერეთელთან იყო წერეთელი დათავდა ხო და იმერეს გამსახურდიამ არ მიიღო და იმ ღამესვე გამსახურდიამ დარეკა ცხინვალში და თქვა რომ ეხლავე გამოიყვანეთ ქართველები ცხინვალიდან მეღვრიკის შტაბი იყო სკოლა იყო იქ მეღვრიკის რომ
დღეს უნდა დაგეცენ ოსებიო და რა მოგწყვიტონ. რატო გააკეთეს? რა არის? რა პროვოკაციაა მეთხარი? არ მოვიდა ფორუმზე და იქ მისმა დაცვამ სროლა აუტეხა ჩემ დაცვას. არაფერი სროლა ჩაწყნარდა და მე თქვა აი იქ ისვრიან, მე იქ როგორ მოვალ, ტერორს მიწყობენ და რაღაც ასეთი რაღაცეები. აი ამიტომ მოხდა გახეთქილება, რომ ფორუმში დაიბადა აზრი, რომ საჭიროა მოვიდეს ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში და რომელი კანონის საფუძველზე ხელისუფლებაში ვიდანიშნებს არჩევნებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო გახეთქილების მიზეზი. ნუ იყო კიდევ წმინდა პიროვნული დაპირისპირება ჩემსა და ბატონ ზვიად შორის, რომელიც გამოიწვია, რომელიც გააღრმავა ჩემსა და ქალბატონ მალარის შორის მომხდარა ექსცესმა 9 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით. ბატონმა ზვიად როგორც მანას მოგონ თავისუფლად შეუწყვეტილად ის რომ ხოლმე ბოდიში მომეხადა მე ბოდიში ამოვხადე ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი თამოყარეობა უფრო მაღლა დადგა ვიდრე პოლიტიკური სიძინე და მე ამით ისარგებლე ზვიადის გარშემო მოყოლათებულმა ასე ვთქვათ ხელქვეითების ხოვა რომელსაც არ აწყვეტა ჩემი და ზვიადის ეთნოგრაფია. ზვიად გამსახურდიან პარტიათა ახალი გაერთიანება. რგვალი მაგი და ჩამოაყალიბა და შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე გააკეთა განცხადება. ხოლო ფორუმის წევრებმა ალტერნატიული პარლამენტის ეროვნული კონგრესის ჩატარების პროპაგანდა დაიწყეს. რგვალ-მაგიდაში თავიდან შევიდნენ მერაბ კოსტავოს საზოგადოება, მონარქისტული პარტია, ილია მართლის საზოგადოება, ჰელსინკის კავშირი, თეთრი გიორგის კავშირი და ეროვნულ ქრისტიანული კავშირი. მოვიდა, მომიკითხა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ, მოვიდა მესტუმრა და აი გახსოვთ ამ მაგიდასთან ვიჯექით. ხო და თითო ჭიქავინას ვავდით და მაშინ მითხრა რომ აანებთ თავიო წერეთას და ჭანტურიასო მაგათთან ყოფნაო არ არის სწორი მიმართულება არ იქნებაო და გაანებდა და ჩვენო ჩემთან ერთადო აგერ მივხედავთ ყველაფერს მახსოვს ეს სიტყვები ამ წელს ფაქტიურად აგერ წლის ბოლოსთვისო ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას მივაღწევთ კიდევაცო. ფორუმში წარმმართველ ძალად დარჩნენ ეროვნულ დემოკრატები, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და მხედრიონი. ფორუმი არაპირებდა აღებული კურსისთვის გადაეხვია. დღეს ძალიან დიდი დისკუსია გამართულებასთან დაკავშირებით. მივიღოთ თუ არ მივიღოთ კიდევ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობა. მეგობრებო, საქართველოში განსაკუთრებით თბილისში ასეთი ორწლიანი პოლიტიკური ასე ვთქვათ ბუმის შემდეგ ეს კითხვა აღარ უნდა დაისვას. არ უნდა მივიღოთ. ფორუმის ხელმძღვანელებმა ეროვნული ყრილობის სახელით საზოგადოება სპორტის სასახლეში მოუყარეს თავი. თუმცა მის ლეგიტიმურობას მოწინააღმდეგე ეჭვის ქვეშ აყენებდა. როგორც ფორუმის, ისე რგვალი მაგიდის ლიდერები ქართული ხალხის სახელით ლაპარაკობდნენ. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში ეროვნული ყრილობა არ მოწვეულა. და ისე ამ 70 წლის წინათ რომ ეროვნული ყრილობა იქნა მოწვეული, ამას შედეგად მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ღმერთმაგნას რომ ამჯერადაც ესე მოხდარიყოს ეს პირველი. მეორედ ეხლა უფრო კონკრეტულად დღევანდელი ეროვნული ყრილობა მიზნად ისახავს რა თქმა უნდა ერის პოლიტიკური ძალების უპირველეს ყოვლისა კონსოლიდაციას, გაერთიანებას, შეკრას ისახავს მიზნად, ესე იგი, ჩვენი ალტერნატიული ეროვნული კონგრესის არჩევნების პოპულარიზაციას და პროპაგანდას, რა თქმა უნდა, და ფართო მასებში ხალხში ჩვენ უნდა მივიტანოთ თუ რა გზით მიდის საქართველოს ეროვნული მოძრაობა და ის რასაც სიტყვაზე თქვათ ობივატელი გახეთქილებად ნათლავს, კინკლაობად ნათლავს, რომ სინამდვილეში ეს არ არის გახეთქილება და კინკლაობა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისთვის თუ რა გზით წავიდეს ეროვნული მოძრაობა. ეს კურსი გულისხმობს ერთადერთი არჩევნების იდეას, პარალელური არჩევნების იდეას უარყოფს, პარალელური კონგრესის თუ სხვა რამ არჩევითი ორგანოს იდეას უარყოფს და მოითხოვს არჩევას ერთადერთი ისეთი ორგანოსის, რომელიც იქნება ქართველი ერის ნებასრულის გამომხატველი და ამავე დროს სამართლებრივი სუბიექტი, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო სამართალი. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ იგი იყოს მეორე ერთადერთი, იყოს ოფიციალური და იყოს მთელი ქართველი ერის ნდობის მანდატის მქონე. 1990 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საბოლოოდ გაირკვა თუ ვის მხარეს იყო მოსახლეობის სიმპათია. იმ დღეს ფორუმმა მიტინგი დანიშნა ეროვნული, ხოლო რგვალმა მაგიდამ ლოკომოტივის სტადიონზე. მთელი თბილისი ლოკომოტივს მოაწყდა.
ფორუმის ხელმძღვანელობა არ აპირებდა ზვიად გამსახურდიასთვის ინიციატივა ჩაეგდო ხელში. ისევე როგორც მრგვალი მაგიდა, ყველა მეთოდებით ახდენდა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. უმთავრესი იყო ცილის წამება რა. აი მაგალითად ჩვენ ავიყვანეთ ცხინვალში 100 ოსი. 100 ბაევიკებს რო უძახიან ესე 100. ჩვენ ავიყვანეთ თქვეთ. და მე რე 2-3 დღე დავაწერინე იქ რომ ჩვენ აღარ ვიზამთ ამას რაღაცები და გავუშვით რა. ახლა რა უნდა გასავდო წაგვიყვანე ახლა 100 კაც ხო არ დავხრდავდეთ იმათა და ხო ჩვენ აწე აღარ ვიზამთ ყველაფერი ეს საბუთები მე მაგ ჩვენ აი აქ სხვათა შორის აი აქ არის საბუთები გაჩვენებთ თუ გინდა. აი ხელმოწერილი ყველაფერი აქ არის. ხო და აი თქვენს რომ ჯაბა თითო ოსში გოჭი აიყო. 100 გოჭი ავიღეთ თურმის 20 გოჭები რო 100 კაცი რო გავუში 100 გოჭი ამიღია რა. აი ესე რაღაცა სისულელე და ხარ ხოჭი დრაუდა რა 100 გოჭი. გამსახურდიას რეიტინგის ზრდა ერთნაირად აღეზიანებდა როგორც ფორუმის ხელმძღვანელობას, ასევე კომუნისტებს. ზუსტად ამის გამო იმ ზაფხულს კომპარტიის ხელმძღვანელობა და ფორუმის ლიდერები შეეცადნენ ერთობლივად ებრძოლათ გამსახურდიას წინააღმდეგ. პირველი რაც უნდა გაეკეთებინათ, გივი გუმბარიძის მოშორება იყო, რომელიც თავისი პასიური მოქმედებით წინააღმდეგობას ვერაფერში უწევდა ზვიად გამსახურდიას. იგი საკადრო საკითხებს ხშირად უკვე გამსახურდიასთან ათანხმებდა. მოქმედებაც მალე დაიწყო. მოსკოვში გაიგზავნა გურამ გელაძე, რომელიც კვლავ შევარდნაძეს შეხვდა და გუმბარიძის გადაყენებაში დახმარებას თხოვა. როდესაც აი გუმბარიძეზე იყო ლაპარაკი, ხო? გელაძე მოსკოვში მიდიოდა. მე ვთხარი იმ შენ ძმაკაც მე ვთხარი, ნუ ძმაკაცი არ იყო ის, მაგრამ რაღაც იქ აბაშის ექსპერიმენტი და რაღაცა, რა ვიცი, ახლა კი ძმაკაცია გონი. მე უთხარი მეთქი რა, კაცო ეს კაცი რომ დაგვიტოვო აქა მე ვთხარი. ვინ არის მე ვთხარი და გამოცვალოს რა და 2 წელიწადი გამოცვალოს და მე სხვათა შორის ნახევ და მე ჩამოვიდა მითხრა იცი რა რუსეთ თქვენთვის არცალი რაც გინდათ გააკეთეთ. თქვენ მე ვერ ვიზამ მაგას იმიტომ რომ მე ჩემი რეკომენდაციით იყო ეგ 2 წელი წინათო და ეხლა კიდე მე ვერ ვიზამო. ამის შემდეგ ჯაბა იოსელიანის სახლში შეიკრიბნენ. პარტიის ხელმძღვანელობიდან გურამ გელაძე, პეტრე ჩხეიძე და ვახტანგ რაზმაძე. ფორუმიდან ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია და ჯაბა იოსელიანი. შეხვედრაზე უნდა შეემუშავებინათ გუმბარიძის გადაყენების მექანიზმი და მისი ალტერნატიული კანდიდატურა დაესახელებინათ. ამ ნაბეჯით ფორუმის ხელმძღვანელობა 2 კურდღელს იჭერდა. ხელისუფლებაში მოვიდოდა მათი ადამიანი, რითაც გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლის გარდა საკუთარი კარიერის შექმნის უკეთესი საშუალებაც მიეცემოდათ. გელაძე ჩემი ამხანაგი იყო რა, ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი იყო რაღაც რო იმის გავლენით ის ამ დროს ბიუროს წევრი იყო. უთხარი ბიჭო შენ ახარ ბიუროს წევრი და რა ხო წესდებაში ხო გიწერიათ რომ უნდა აირჩიოთ ბიურომ უნდა აირჩიოს აირჩიეთ მე უთხარი ან შენ ველაპარაკე მაშინ პეტრე ჩხეიძე იყო პეტრე მინდოდა რომ ყოფილიყო მაგრამ პეტრე მოარი თქვა რომ მეო არაო რა მე ხარს დაუჭერო მაგრამ არა ვახტანგ რაზმაძე ესენი ბიუროს წევრები იყო თვითონ გურამი და ერთი 4 კაცი კიდე აღარ მასუს ვიღაცა სულ 10-8 კაცი იყოს უნდა ამდგარიყო იქა და უნდა ეთქვა რომ ესე და ორი კვირა იგი ტვინში უტენდი ესე თქვი და მოახლოვდა პარტიის ბიუროც სადაც შეთქმულებს ეს საკითხი მოულოდნელად უნდა დაეყენებინათ თუმცა სხდომა მისე ჩაიარა რომ გუმბარიძეს არც გაუგია თუ რა გადაწყვეტილება იყო მიღებული რამდენიმე დღის წინ ჯაბა იოსელიანის სახლში მოდი სიგდა ხრე ჩაკარგი ვთხარ რა არის ვთხარ ჩაისვარე ო შენ ეგრე გონია მითხრე კი არ არის იცი რა არის ჩეკას იცი რა არის ინსტიტუტი ჩეკას დივნის ინსტიტუტი ეგრე იოლი კი არ არის ეხლა არ არის იოლი არ არის მე ვთხარი აი ესე იყო ის საქმე ასე უშედეგოდ დასრულდა გუმბარიძისა და მრგვალი მაგიდის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება სექტემბერში ფორუმის წევრებმა მოსახლეობას კონგრესის არჩევნებისაკენ მოუწოდეს თუმცა ხალხის დიდი ნაწილი მაინც 28 ოქტომბერს დანიშნულ უზენაესი საბჭოს არჩევნებს ელოდა. და მიუხედავად ხმებისა, რომ ეროვნული ფორუმი დაიშალოს, ეს არის სიცრუე, ეროვნული ფორუმი დღეს არის ერთიანი მტკიცე ორგანიზმი და ღვთისმშეწევნით, თქვენის დახმარებით ეროვნული ფორუმი შეძლებს ეროვნული კონგრესის არჩევას.
1990 წლის სექტემბერში არჩეული იქნა ეროვნული კონგრესი. თუმცა რა იყო მისი ფუნქცია და მოვალეობები, ბოლომდე ვერავინ კეთყოდათ. იმ ფორუმის შეკრებებზეც ხანდახან დავდიოდი. მაგრამ აი ასეთი განწყობილება იყო, არავითარი კონსტრუქტიულობა, არავითარი ასებითი მსჯელობა. თუ ორატორის შეაგინებდა ზვიაც, ტას უკრავდა, თუ არ შეაგინებდა, არ უკრავდა. აი ასეთი კანონზომიერებას უფევდა იქ უბრალოდ. კომპარტია 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ემზადებოდა. კომუნისტებმა გამოუქვეყნეს ქვეყნის მომავალი განვითარების ეკონომიკური ხედვები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 400,000 პარტბილეთი უნდა ყოფილიყო მათი გამარჯვების საწინდარი. ბევრმა კომუნისტმა, ვაი კომუნისტმა, ვითომ აქეთ რო იყვნენ და ასე და ხელმძღვანელობდნენ რაიკომის დინები, ტეკას მუშაკები, თბილისის კომიტეტის, ცენტრალური კომიტეტის, თავრობის, აღმასკომების, ესე იგი არაფერი მონაწილეობა არ მიუღიათ არჩევნებში. თითქმის მიუშვეს ასე თვითდინებამდის მიუშვეს არჩევნები. გახსოვთ თქვენ მზადება მიდიოდა არავითარი აბსოლუტურად სამაგიეროდ რუღალი მაგიდან მუშაობდა დადიოდნენ მოსახლეობაში აგიტაციას ეწევოდნენ ზოგი არა ზოგი აშინებდა ზოგი იარაღით მიდიოდა იქა ზოგი ასე მიდიოდა ზოგი მართლა ჯერავდა ხალხს და გამოდიოდა ხარს უჭერდა ასეთია მაგრამ საარჩევნო კომპანია ყოველსასი არ ყოველთვის ყოველ სილოს მის პარტია გაიყვანოს მაგრამ კომუნისტური პარტია აბსოლუტურად არაფერს აღარ აკეთებდა არც აღმასრულებელი არც საერთოდ არ მუშაობდა და მე უკვე ხედავდი რომ წაგებული არჩევნები პარტიული ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ ოპოზიცია უზენაეს საბჭოში 25, მაქსიმუმ 30%-ს მიიღებდა. ამ ნაბიჯით კომუნისტები ცდილობდნენ ქუჩაში მიმდინარე პროცესები, მიტინგები და სხვადასხვა საპროტესტო აქციები შეეჩერებინათ. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშიც გაუქმდა მეექვსე მუხლი, სადაც კომპარტია წარმმართველ ძალად იყო დასახელებული. მივედით ბატონი გიგუმბარძე და ნოდა ჭიტანავა. და უთხარი ინფორმაცია გაუკეთა, რომ მაგ ასეთ ინფორმაცია რომ ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი პირები დადიან სოფლებ ადგილებში და უკვე შეაგროვეს გარკვეული ხმები წინასწარ და ჩაღრილია თურნებში. და ამ ურნებს დაგვიდებენ არჩევნების დღეს. და იცით რა მიპასუხა ბატონო ნოდარმა ჭითანავა. აი თან შინაგან საქმეთა მინისტრს არ აქვს სწორი ინფორმაცია. და მეც მეწყინა ახლა რომ მითხრა. ბუნებრივია მეწყინა ხა შინაგან საქმეთა მინისტრს არ მაქვს სწორი ინფორმაცია არ ასწრებს. მოვედი სპეციალურად გიკეთებ ინფორმაცია. რო არ მქონდეს ინფორმაცია და გადამოწმებული ჭორზე ხო არ მოვდა გეტყვია რა. მე გეუბნები ფაქტს. და მითხრა არ ახარ სწორი რომ მითხრა. რა შეიძლება სწორი მოთხრა ბატონო. იმაში რომ ჩვენ კომუნისტებსო ხალხი არ დათმობს ასე ვაღლახად. ჩვენ მაინც აგვირჩევენო. მე ვთხარი, როგორ აგირჩევენ, მე ვთხარი ბატონო და როდესაც არც ერთი რაიკომი არ მუშაობს, არც ერთი რაიკომისა და აღმასკომის წარმოადგენლები საარჩევნო ოლქებში არ მონაწილეობს, მაგრამ ასე სტიქიურად ვინ აგირჩევს, მე ვთხარი. არსებობს მე ვთხარი ასეთი არჩევნა. ნახავთ რა აგვირჩევენო, ასე შან მოგევით მითხრა. ნამდვილად საქართველოს არჩევნებია, ნამდვილად ქართველი ერისთვის აუცილებელი არჩევნებია. რაიონებში უკანასკნელი დაახლოებით 10 დღის მანძილზე 40-მდე მიტინგი ჩავატარეთ. განსაკუთრებით გრანდიოზული მიტინგი იყო სოხუმში, გუშინ წინ. მთელი სოხუმის ქართველობა მოვიდა სტადიონზე, იყო არნახული შეხვედრა, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 26 მაისს ვაკის სტადიონზე. ქუთაისშიც იყო გრანდიოზული მიტინგი იმ დღეს ზესტაფონში და ყველგან რაიონებში ხალხი ამჟღავნებს რაღაც არნახულ ხარდაჭერას რვალი მაგიდისას. ბატონო, სამაშაბლოში ოსები იმუქრებიან ჩაშლით, კერძო ცხინვალში. აზერბაიჯანელები თხოვენ, დეპეშებს გვიგზავნიან, ჩაგვიტარეთ დემოკრატიული არჩევნები. ძირითადი 90% შეიძლება ითქვას მოსახლეობისა, ქართული მოსახლეობისა გვიჭერს ხარ. არა ქართული მოსახლეობის ნაწილიც ალბათ. ბოგდანოვკა ახალქალაქში ალბათ სომხური მოსახლეობა ჩვენკენ გადმოიხრება. ვინც სომხეთის პატრიოტია, დღეს უნდა იფიქროს მომავალზე. და სოთაშორის სომხეთს დიდი იმედი აქვს ჩვენთან კარგი ურთიერთობისა და ამიტომ უნდა შეგვიწყონ ხელი. საარჩევნო ბლოკ ხვალ მაგიდა თავისუფალ საქართველოში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს. არჩევნების შედეგები ყველასთვის გამოუგნებელი აღმოჩნდა. რგვალმა მაგიდამ უზენაეს საბჭოში 65% მიიღო. კომუნისტები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. არც კომუნისტური პარტია და არც რგვალი მაგიდა ასეთ შედეგებს არ მოელოდა. სახალხო ფრონტმა მხოლოდ რამდენიმე მაჟორიტარის გაყვანა მოახერხა პარლამენტში. ზვიადგამსახურდია ფიქრობდა, რომ ეს ბრძოლა გადაეტანა პარლამენტის შენობაში. და იგი ვარაუდობდა თავის დროზე სახალხო ფრონტთან ერთად იქ იყო კიდე ირაკლი შენგელაიას ჯგუფი რაღაც პარტია, რომ ჩვენ დაახლოებით მივიღებდით 30%-ს მთლიანად და ვიქნებოდით საპარლამენტო ოპოზიცია.
კონგრესი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. ის ხალხიც რომელიც რასაკვირველია აი ვითომ ჩვენთან იყო რაღაცა, მან ჩვენ არც ფული არ აქვს, არც არამდეობა არ აქვს, არც არაფერი და ხალხობით სადმიდის, სადაც ის არის და ნელ-ნელა დაგვეცალენ ეს ერთ. იმას ჩვენთან ლაპარაკი არ უნდა დაეგენი აგენტებია მოსკოვის, ეგ ჩვენ გამოგვაცხადა ამ დროს ამდენი იქ იყო 30 პარტია. შეიძლება მარტო ჩვენა ვარ და ესა ვარ, მარტო მე ვარ და ჩემი ნაბადი. Отказ от всего, что он деформировал социалистическую идеологию и практику. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ არჩევნების შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა გორბაჩოვის ხელისუფლებისთვისაც. ეს როცა აგვირჩიეს ჩვენ, ეგ იყო ზურაბ წერეთელმა მიიღო, რომ ისე თვითფრინავში ოფრინავდნენ ნიუ-იორკიდან თუ ლონდონიდან, ახლა აღარ ვიცი ზუსტად. და გორბაჩოვმა იხმოვა წერეთელს დაუძახა და დეპეშა აჩვენა, რომ ტელეგრამმა მივიდა, რომ აი თქვენთანაც საქართველოს გაუმარჯვებო გამსახურდი ეს. არ ელოდნენ ისინი, იმიტომ რომ მე რო ჩავედი მე მოსკოვში პირველ ფედერაციის საბჭოზე, მოწვევა გამოწერილი იყო გუმბარიძეს. საქართველოს კონსტიტუციის 123 მუხლის შესაბამისად საქართველოს მინისტრთა საბჭო თავის მოვალეობებს ამოწურულად თვლის და იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს ახლად არჩეული უზენაესის საბჭოს წინაშე. მოუხატავრა ქართველი ერის უდიდესი ნაწილის თურვი სრულად საქართველოს უზენაესის საბჭოს თავმჯდომარედ გვასახელეთ ბატონ ვიად კონსტანტინოვიჩ. 1990 წლის 22 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში კომუნისტური პარტიის 70 წლიანი მმართველობის პერიოდი დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა რგვალმა მაგიდამ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძისაგანაც მიიღო. დაწვრთნილია ბოლშევიკური ხელისუფლება. ეგ არის მთავარი და უპირველესი იყო. ეხლა გზა ახსნილი აქვს ალბათ ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე, სამართლებრივი გზა, სწორედ ასეთი კონსტიტუციური რეფორმების მეშვეობით და რა ვიცი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც დიდი დრო დაჭირდება ამას. ხელისუფლებაში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთის გამარჯვებით ქვეყანაში თავისუფლებისათვის დაწყებული ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის უკვე საჭირო გახდა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. უზენაესის საბჭოს პირველივე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარედ 232 ხმით-5-ის წინააღმდეგ არჩეული იქნა ზვიად გამსახურდია. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა თენგიზ სიგვა. ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გარდამავალი პერიოდი გამოაცხადა. Предрассудки и личные амбиции. Речь идет о судьбе страны, о судьбе социализма. რგვალი მაგიდის გამარჯვებას დაემთხვა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალ სამოუკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქართველომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ნოემბრის თვეშივე უზენაესის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი ასათიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ოფიციალურად დააფიქსირა საქართველოს პოზიცია. კი, მე იმ დროს ვიყავი ზვიათთან კაბინეტში, როდესაც დარეკა მიხაილ გორბაჩოვმა და მე ვთხარ მე გავალმეთქი მანიშნა რომ იღავიო და ეს საუბარი კარგად ისმოდა. გორბაჩოვმა უთხრა რომ თქვენ უნდა განიხილოთ სამოუკავშირეო ხელშეკრულება. მაშინ აქტუალური პრობლემა იყო ეს სამოუკავშირეო ხელშეკრულება და მოგეხსენებათ ძალიან საკრული ხელშეკრულება იყო, სადაც პირდაპირ იყო ჩადებული რომ ავტონომიებს იგივე უფლებები რაც რესპუბლიკებს და ასე შეფიქრეს. ზვიათმა უთხრა რომ მე არა ვარ აღჭურვილი ამ უფლებით, რომ ვილაპარაკო ახალ სამოუკავშირეო ხელშეკრულებაზე, იმიტომ რომ მე არა ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაური. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა და როდესაც საქართველო გახდება დამოუკიდებელი, შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვისაუბროთ ნებისმიერ დონეზე. შემდეგი ისეთი, ისე ვთქვათ, შემპარავი დუმილი იყო, ესეთი ხანგრძლივი დუმილი გორბაჩოვის. იცით თქვენ ეხლა გაქვთ პრობლემები ოსეთში და პრობლემები შეგექმნებათ აფხაზეთში. თქვენ ამას ფიქრობთ, ამაზე გიფიქრიათ? დაახლოებით ასეთი საუბარი გორბაჩოვით. მუქარას საქმეც მოხდა. ვითარება უკიდურესად დაეძაბა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ცხინვალის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. გამსახურდია დარწმუნებული იყო, რომ პრობლემას ამის გარეშეც გადაწყვეტდა. დეკემბრის თვეში
თბილისმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმებულად გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიღებამდე უზენაეს საბჭოში გამსახურდიას კაბინეტში ყოველდღე იკრიბებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ხელმძღვანელები, უზენაესის საბჭოს წევრები. გამსახურდიას გათვლით, ოლქის გაუქმების შემდეგ ეთნიკური კონფლიქტი ადვილად გადაწყდებოდა. ცხინვალში შეყვანილი იქნა ქართული მილიცია. გამოცხადდა კომენდანტის საათი. ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა მილიციის რაზმები. გაკეთდა პიკეტები. უფრო სწრაფად უნდათ მიღება, მე პირადად და მთავრობამ შევაკავეთ, იმიტომ რომ იქ ლაფსუსები იქნებოდა დაშვებული. ადმინისტრაციული საზღვრები უნდა შეგვეცვალა. ეს მოამზადა მთავრობამ ყველაფერი და ამის შემდეგ უკვე პარლამენტმა განიხილა ეს მთავრობის მომზადებული კანონპროექტი და ადმინისტრაციული საზღვრების შესვლის თავობაზეც. ზრიად გამსახურდია ჩქარობდა. იგი ცდილობდა საბჭოთა მანქანასთან ბრძოლაში დასავლეთის სახელმწიფოების დახმარება მიეღო. 1991 წლის ადრ გაზაფხულზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც უზენაესის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ასათიანი ხელმძღვანელობდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დელეგაციამ კონფიდენციალურ შეხვედრაზე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში სრული მხარდაჭერა მიიღო. ამერიკელებმა დელეგაციას ისიც აცნობეს, რომ ისინი მზად იყვნენ გამსახურდია ამერიკაში მიეღოთ და პრეზიდენტ ბუშისთვის შეეხვედრებინათ. მოსკოვის გზით საქართველოში მომავალ ასათიანს საქართველოს წარმომადგენლობაში მოსკოვში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი ესტუმრა. აკაკი ასათიანთან შეხვედრას საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ითხოვდა. მეორე დღეს პრეზიდენტმა საქართველოს წარმომადგენელი განსაკუთრებული ყურადღებითა და ინტერესით მიიღო. გორბაჩოვმა თქვენ წარმოიდგინეთ თქვა რომ არის თუ ეს კანონზომიერ პროცესია ეს მაინც მოხდებოდა თუნდაც იგივე მე მოვაწერ ამას ხელს. ხოლო როდის მეთქი იმდენად ისეთი კაცი იყო ურთიერთობაში დემოკრატიული გორბაჩოვი ყოველ შემთხვევაში ჩემთან თავის ყოფილ ხელქვეითებთან საკმაოდ სხვანაირი ძალიან სხვანაირი მე ვთქვი ხო მაგრამ აი მე დიდ პატივს ვცემთ მეთქი თქვენ და საერთოდ თქვენი წამოწყებული ვარ ყოფილიყო ეს პროცესი ეხლა მე აქ არ ვიჯდებოდი მეთქი მაგრამ აი თქვენ იქნებით მეთქი 2-3 წელიწადში მეთქი ვკითხე აპატიეთ მეთქი რა ასე რომ გეუბნებით ახლა ჩემზე ასაკეთაც უფროსი იყო და ბოლოს და ბოლოს ბირთვული სახელმწიფო იყო, ორი სახელმწიფო იყო საფრანგეთში. აი ესეთი კაცი იყო ხო ეს ხალხი ესეთი სვანარი კაცი იყო, მივხვდა რომ გულწრფელად ვამბობდი მე ამას და მიზნამი ხო ბოროტი განწყობა და ამგვარად არ მქონდა მე. კაცმა არ ეს თქვა. А черт его знает. Это так. Может и право. თბილისში ჩამოსული ასათიანი ზვიად გამსახურდიას კოლხურ კოშკში ესტუმრა. შტაბ-ჭრილებებით სავსე მოადგილესაგან ინფორმაციის მოსმენის შემდეგ უზენაესის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარების განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი დამოუკიდებლობის გამოცხადება იქნებოდა. გამსახურდიას ანგარიშით დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დასავლეთი მას მხარდაჭერას აღმოუჩენდა. რუსეთის აგრესიას სხვანაირად ვერ შევაჩერებთ, თქვა გამსახურდია. შეხვედრაზე იმაზე შეთანხმდნენ, რომ ასათიანი გორბაჩოვთან შეეცდებოდა სიტუაციის მოწესრიგებას. ხოლო გამსახურდია რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან გამონახავდა საერთო ენას. თებერვალშივე ზვიად გამსახურდია ამერიკელების მიწვევით მოსკოვში ამერიკის საელჩოში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს. ამერიკელების საუბარში აშკარად იკვეთებოდა მათი სიმპათია დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკების, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს მიმართ. ბეიკერმა კონფიდენციალური საუბრისას საქართველოს ხელმძღვანელობას თხოვა, რომ აჩქარებული ნაბიჯები არ გადაედგათ. თუმცა განაცხადა, რომ ამერიკა 5 მილიარდამდე ოდენობის თანხას გამოყოფდა საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისათვის. იმავე თვეში საქართველოს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ესტუმრა. შეხვედრა ყაზბეგში შედგა. Я должен сказать вам, что мы долго ждали этот день. Долго ждали его как-то символически, что мы встречаемся на том месте, где впервые нога Пушкина вступила на грузинскую землю. Как-то все это красиво получилось, поэтически получилось, и мы благодарны судьбе за это. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლმა ორმა პრეზიდენტმა სრულ ურთიერთგაგებას მიაღწია. საქართველოს მიიღო სასურველი მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საკითხებში. Договорились, что надо принять действенные меры по восстановлению мира и стабильности в Шидакартли, то есть
бывшей Южно-Осетинской автономной области. Вы знаете, что там происходят очень неприятные события. Надо прекратить это кровопролитие, надо восстановить мир и стабильность. И в первую очередь мы решили создать смешанную комиссию Министерств внутренних дел Грузии и России, а потом создать совместный отряд для разоружения всех незаконных военизированных формирований, достижения мира и спокойствия и восстановления законной власти. ორი ქვეყნის ხელმძღვანელმა დამშვიდობებისას ერთმანეთწირობა მისცეს, რომ მათი მოქმედება კოორდინირებული იქნებოდა. Мы, как Россия, полным уважением относимся к суверенной Грузинской республике, к ее самостоятельной политике и готовы без каких-либо предварительных политических, экономических и прочих условий заключить с Грузией такой договор. ზვიადგამსახურდიას თანხლები პირები აშკარად ატყობდნენ შეხვედრით გამოწვეულ კმაყოფილებას. წილი ნაყარი იყო. გორბაჩოვის პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერას ბორის ელცინი ჰპირდებოდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხელს თითქმის აღარაფერი უშლიდა. Договор между Грузией и Россией. Во всех областях. Он будет подготавливаться. Будут созданы рабочие группы. С нашей стороны они уже работают. Подготовлено немало материалов в этом направлении. И, наверное, этот договор будет подписан где-то к концу апреля, если не ошибаюсь. Причем договор и общеполитический, и экономический. Евангелие ჩვენი მიტინგი მეგობრებო, ამავე დროს 17 მარტს საბჭოთა კავშირში ახალი სამოუკავშირო ხელშეკრულების შემოღებაზე რეფერენდუმი ჩატარდა. საქართველოს მასში მონაწილეობა ოფიციალურად არ მიიღო. სამაგიეროდ 31 მარტს ზვიადგამსახურდიას დაბადების დღეს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც დასმული იყო ერთადერთი შეკითხვა: გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა? ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარი თითქმის 97%-მა დაუჭირა. 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ახალ სამოუკავშირო ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების საკითხს. 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა საბოლოოდ გადააწყვეტინა ხელისუფლებას გამოეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა. რჩებოდა მხოლოდ თარიღის საკითხი. ეს უნდა ყოფილიყო ან 9 აპრილი, ან 26 მაისი. ზვიადმა თქვა, რომ ვისხედავ საუბრობთ ამაზე, მე უთხარის არგუმენტი, მართალი ხარ რომ მეთქე, მაგრამ ისი რა, რომ დაიღუპნენ ადამიანები 9 აპრილს, მე მგონია, რომ ეს სხვა ჩვენო ვერაფრით ვერ გადავუხდით მათო მადლობას. მე აღარ დამჭა არგუმენტი, ესე ზვიადი აღწევდა ასეთ ემოციურ კატეგორიებს დიდ მნიშვნელობას. რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემდეგ რამდენიმე დღეში ზვიადგამსახურდია მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთს დააჩოქებდა. მისი განმარტებით, ეს ცხინვალში გორბაჩოვის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი იყო. ჩვენ არ გვქონდა წარმოდგენილი თუ რა ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია საქართველოს. ამაში ვლინდებოდა იმის არცოდნა თუ რა კავშირებით იყო დაკავშირებული საქართველოს იგივე რუსეთთან ან სხვა მეზობელ მოკავშირე რესპუბლიკებთან, რომელსაც მაშინ ასე უწოდებდნენ. ანუ ჩვენ არ ვიცოდით რა გაგქონდა საქართველოსთან და რა შემოქონდა საქართველოში და რა შედეგს გამოიღებდა ეკონომიკური ბლოკადა. ჩვენ დავზარალდებოდით უფრო თუ ეს შეიძლება სხვების, ასე ვთქვათ, მტრის წყილზე უფრო ასხამდა წყალს. ამიტომ აი ესეთი გადაწყვეტილებები ძირითადად ნაკარნახევი იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანშეწონებებით. ანუ იმ დროს პოლიტიკა განსაზღვრავდა ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებას, მაგრამ იმ დროს საქართველოში არ არსებობდა პოლიტიკა. დაახლოებით 25 დღეში, რაც ეს ბლოკადა გრძელდებოდა, საქართველოს მერე ჩვენმა ეკონომისტებმა ყველაფერი ეს დაითვალეს, სუფთა ზარალი 400 მილიონი მანეთის ზარალი განვიცადეთ. იმ დროინდელი შეფარდებას თუ ავიღებთ დოლარის მანეთთან, 1 დოლარი 67 კაპიკად იყო ოფიციალურად შეფასებული, ეს 600 მილიონი დოლარის ზარალი განვიცადეთ. მაგრამ
შემდეგ ჩვენმა ეკონომისტებმა ისიც დაითვალეს, რომ ის ნედლეული, რომელიც ამ პერიოდში ვერ მივიღეთ და ამ ნედლეულის ფაზაზე მე საქართველოში პროდუქცია ვერ შეიქმნა, ამ ზარალმა მილიარდ მანეს გადააჭარა. ამდენად ეს იყო აბსოლუტურად უგნური გადაწყვეტილება. ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ ღიად თითქმის არავინ გამოსულა. ოპოზიცია საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობდა. ერთეულების განცხადებებს კი შედეგი რა თქმა უნდა არ მოუტანია. ბლოკადის გამოცხადებამ ქვეყანას უზარმაზარი მატერიალური ზარალი მიაყენა. თუმცა საქართველოს ხელისუფლება უკვე უდიდესი დღისთვის ემზადებოდა. 9 აპრილს უნდა გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია. 9 აპრილს დილიდან უზენაეს საბჭოში საზეიმო განწყობას უფევდა. ამ დღისთვის ყველა დეპუტატი საგანგებოდ იყო მომზადებული. სხდომათა დარბაზის აივნების სავსე იყო მოწვეული უცხოელი სტუმრებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრებით. საპატიო ადგილზე დაესვა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მოხუცებული დედა, ოლღა დემურია. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ღმერთი! კონგრესი ამას შეხვდა მაინც ნეიტრალურად, არც ესე რომ ვთქვათ რაღაც სიხარულისგან ტუნვა დაგვეწყოდა. იმ თვალსაზრისით კონგრესი თვლიდა რომ რეალურად საქართველოს დამოუკიდებელი, ეს არის დეკლარაციული ხასიათის დამოუკიდებლობა, ესეთ დეკლარირება შეეძლო თათარსთანსაც და ყველას ესე იგი იმ პერიოდში საქართველოს მართლა დამოუკიდებელი არ ყოფილა. დამოუკიდებლობის აქტზე მოულოდნელად ზვიად გამსახურდიას მეუღლის, მანანა არჩვაძე გამსახურდიას ხელის მოწერა გაჩნდა, რამაც უზენაეს საბჭოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოგვიანებით ეს ფაქტი ოპოზიციამ გამსახურდიას წინააღმდეგ მშვენივრად გამოიყენა. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, როგორ გაჩნდა ქალბატონ მანას ხელმოწერა აი ამ აქტზე, მაგრამ იმაჩნია რომ ეს იყო შეცდომა, რა თქმა უნდა, არ უნდა მოეწერა ხელი ეს ასე ვთქვათ, ცივი პრაგმატული პოლიტიკური აქტი ფურცელი იყო და იქ სულაც არ იყო გასაგებია გრძნობების სენტიმენტალური მისი, მაგრამ ეს არ იყო აუცილებელია და საჭიროც არ იყო და შესაძლებელიც არ იყო. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით ეს, შეგიძლიათ გითხოთ რა. დამოუკიდებლობაზეც ესეთი იყო შოკივით იყო. მე მოგვიანებით მომეწია ჩამოსვლა შემდეგ პირდაპირ აღარ მომეწია. ნიშანოვი ესენი რომ ესე ძალიან შემცვალები იყო. ძალიან. თუმცა ისინი მაინც ყველანაირად ცდილობდნენ რომ აი რაღაცნაირად არ გაიწოვებინათ ეს და აი იგივე ავტონომიების მეშვეობით და შიდა ოპოზიციის გაძლიერებით დავპირისპირებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ იმიტომაც წავედით არჩევნების ზით რომ რა უნდა ეთქვათ. ესე იგი აირჩია ხალხმა 50-16%-ით საბჭოთა კანონებითვე დაშვებული, ესე იგი აბსოლუტურად კანონიერი ხელისუფლება არჩევნებით. ეს იყო ერთადერთი გაუყალბებელი არჩევნები თან საქართველოში იცით თქვა, ხო? ამაზე ვერ იდეებდა. ეს იყო კანონიერი არჩევნები, ეს იყო გაუყალბებელი არჩევნები. წინასწარ ცნობილი პროგრამით, რომ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ, ხო? და ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობისათვის. და ეს ხალხი, როცა საკანონმდებლო ორგანოს სახით აცხადებს დამოუკიდებლობას, რისი უფლებაც სხვა შორის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციითაც ჰქონდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 კვირაში ქვეყანაში საშინელი მიწისძვრა მოხდა. თითქმის მთლიანად დაინგრა ზემო იმერეთი და რაჭის ნაწილი. ამის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა იმავე დღეს გაუქმებულად გამოეცხადებინა საბჭოთა კავშირთან დაწყებული ბლოკადა. ქვეყანაში ახალი ცხოვრება იწყებოდა. 1999 წლის 9 აპრილის რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტით ქვეყანაში ახალ ეპოქას დაუდოსადა. თუმცა დეკლარაციიდან რეალურ დამოუკიდებლობამდე ჯერ კიდევ შორი გზა იყო გასავლელი. ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები, ეკონომიკური პოლიტიკის არქონა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე ახალგაზრდა სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. არადა ეკონომიკური რეფორმები და თანამიმდევრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა უნდა განხდარიყო მომავალში რეალური დამოუკიდებლობის გარანტი, რაზეც ქვეყნის ახალგაზრდა და გამოუცნელ ხელისუფლებას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.